მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ საბადა არქეოლოგიური რესურსები და დღეს მეგობრებო, ჩემთან სტუმრებში არის ფერმერი ჟიწელნიკი. გამარჯობა მეგობრებო. და დღეს მოკეთ ფერმერმა მე გამიმზადა ასეთი საინტერესო ჩელენჯი, რომელსაც ქვია თუ როგორ კარგად ვიცი მე ფერმერი ჟიწელნიკი მინიკრაფტში. მაგეთ ფერმერს გონია რომ მე ძალიან კარგად არ ვიცი მისი თავი და შესაძლებელია მე ვერ ვუპასუხებ ვერც ერთ კითხვას. დიახ მეგობრებო, პრინციპში შეუძლებელია რომ ადამიანზე ყველაფერი აბსოლუტურად იცოდე. ეს ჩემია და მაგიტომ მე მგონია რომ საბა როგორც მინიმუმ 5 შეცდომას დაუშვებს. Ну, პრინციპში და ჩემი აზრით მე დავუშვებ აი მაქსიმუმ 1 შეცდომას, აი ჩემი აზრით. ოკეი, მოკლედ არავით არის პრიზი, როგორც მე ვფიქრობ, არავით არის პრიზი და არაფერი არ იქნება, უბრალოდ მეგობრებო, ეს არის ასეთი პატარა ტესტი, თუ როგორ კარგად ვიცი მე ფერმერი ჟიწელნიკი, იმიტომ მე ძალიან ბევრი ვიდეო უკვე გადავიღებ ფერმერი ჟიწელნიკის შესახებ და კაი, ფერმერი ჟიწელნიკო მე უკვე დავიწყებ და პირველი კითხვა არის ასეთი, როდის გამოვიდა პირველი ვიდეო ფერმერთან ერთად? 13 სექტემბერი, 14 სექტემბერი, 15 სექტემბერი. Ну, მეგობრებო, მე ხო უკვე გითხარით, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი ვიდეო ჩემს არხზე ეს არის ის პირველი ვიდეო, რომელიც მე გამოვუშვი ფერმერთან ერთად და მე რასაკვირველია, ვიცი თუ როდის გამოვიდა ეგ ვიდეო. რასაკვირველია მეგობრებო, 13 სექტემბერი და სწორი გომიგრო შეხედა კლავა არის გამზადებული. ეს სახიფათოა. პირველი კითხვა უკვე სწორია. მეგრო ისე პრინციპში მე მაინტერესებს რამდენი კითხვა აქა. რომელი ვიდეო იყო პირველი სადაც ფერმერი მონაწილეობდა, ღმერთო ჩემი როგორ შემეშინდა. 3 დღე სახლში მინიკრაფტში ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია სოფელში მინიკრაფტში და ამ ფერმერმა დამარხა 5 ჩემს სახლთან მინიკრაფტში. მეგობრებო, როგორც მე უკვე გითხარით, ჩემი ყველაზე საყვარელი ვიდეო არის ის პირველი ვიდეო, რომელიც მე გადავიღებ ფერმერთან და დასაკვირველია მე ვიცი მისი სახელი. ეს არის მეგობრებო, ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია სოფელში მინიკრაფტში და რასაკვირველია მეგობრებო, სწორია და აქ უკვე იყო ლავა. პრინციპში მეგობრებო, ჯერჯერობით ძალიან ადვილი კითხვებია და აქ რა არის აქა? რა პროფესია აქვს ფერმერს ფერმერობის გარდა? ბლოგერობა, გამყიდველი, რა? ტურიზმი. Так, მეგობრებო, რა პროფესია აქვს ფერმერს ფერმერობის გარდა? და ფერმერს ფერმერობის გარდა რაღაც პროფესია აქვს და იომაიო. ბლოგერობა, გამყიდველი, ტურიზმი. მეგობრებო, ბლოგერობა არა, იმიტომ მას თავისი არხი არ აქვს, ხო, ჩემთან ჩდება, ჩემს არხზე. ტურიზმი არა და აი გამყიდველი შესაძლებელია, იმიტომ მეგობრებო, ჩემთან ერთი 6 თუ 7 ვიდეო, ან შესაძლებელია საერთოდ 10-იც კი, ეხება, რომელიც არის ფერმერთან ერთად გადაღებული, ეხება იმას, თუ როგორ მევყიდულობ რაღაცებს. მე უკვე ფერმერთან ვიყიდე რაღაც 5 მაღაზიიდან, ვიყიდე დამარხული 5, ვიყიდე სარდაფი, ვიყიდე ისა დაბინძურებული სახლის სამსთა გიზრუდად, ვიყიდე რამდენი რაღაცა მხოლოდ არ ვიყიდე. მე даже ვიყიდე, მე მეგობრებო, თან ვიყიდე სახლი 1000 გიზრუდად, წარმოიდგინეთ. და ჩემი ეს იქნება ერთ-ერთი გამყიდველი და სწორი ვარ მეგობრებო, აბა რა. პრინციპში ეს ჩემი უფრო რასაკვირველია ყველაზე ოპტიმალური პასუხი იქნებოდა ამ კითხვისთვის. так, შემდეგი რა კითხვა? რომელი წლიდან ცხოვრობს ფერმერი სოფელში? ვაიმე მეგობრებო, აი ეს უკვე არ ვიცი, ვინ იცის. აი აქ მგონი მეგობრებო უკვე ჩავიფუშე მართლა. 2022 წლის 3 სექტემბრიდან 2023 წლის 7 ოქტომბრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ვაი მეგობრებო, არც კი მახსოვს სიმართლე გითხრათ. რა შეიძლება იყოს ახლა აქედან? 2022 წლის 3 სექტემბერი ჩემი აზრით არ იქნება. არ იქნება. 2023 წლის 7 ოქტომბრიდან ან 2023 წლის 11 ოქტომბრიდან. მეგობრებო, არ ვიცი, აქ უბრალოდ აი იღბალზე არის დამოკიდებული. კი, მეგობრებო, მოიდიცით რა. მოიდი მეგობრებო, მარჯვენა და ჟანდაბა მეგობრებო, ეს არასწორია. იომაიო მეგობრებო, და რომელი იყო სწორი? так, სტოპ. так, მაინტერესებს. სერიოზულად 2022 წლის რომელი იყო? 7 სექტემბერი? სერიოზულად, так. და იომაიო
მოიცადეთ მეგობრებო, всё. ჯანდაო მეგობრებო, აი პირველი კითხვა, რომელზეც მე ვერ გავეცი პასუხი. ოკეი, так, შემდეგი რა კითხვაა, რომელი ვიდეოა ფერმერთან არის ყველაზე პოპულარული? ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია მინიკრაფტში, მე ვიყიდე ეს სახლი ფერმერთან მინიკრაფტში, 24 საათი თეთრ წრეში მინიკრაფტში. Так, მეგობრებო, მე ვიცი რომ, რასაკვირველია 24 საათი თეთრ წრეში მინიკრაფტში არა, იმიტომ რომ ეს ვიდეო გამოვიდა როდის? 5 თუ 6 დღის წინ, სადღაც ასე. შემდეგ მე ვიყიდე ეს სახლი ფერმერთან მინიკრაფტში, აი ეს უკვე შესაძლებელია და ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია მინიკრაფტში. მეგობრებო, აი ამ ვიდეოზე რომელსაც ქვია ამ ფერმერმა გახსნა მაღაზია მინიკრაფტში, ამ ვიდეოზე არის სადღაც 475-480 ნახვა. და აი მგონი ყველაზე პოპულარული იქნება მე ვიყიდე ეს სახლი ფერმერთან მინიკრაფტში, იმიტომ მან იქნება სადღაც უკვე არ ვიცი 700-მდე, 750-მდე ნახვა მართლა გეუბნებით. და რას მეგობრებო სტორი ვარ და სტოპ. სამივე სტორი იყო, так, შესაძლოა მეგობრებო აქ უკვე შეცდომა დაუშვა ფერმერა. так, შემდეგი რა კითხვა. რამდენს იღებს ხელფასს ფერმერი? ღმერთო ჩემო, так, ოკეი. რა ვარიანტებია? 64 ისუნრუდი. შესაძლებელია 128 ისუნრუდი, ჩემი ეს ძალიან ბევრია და 32 ისუნრუდი მეგობრებო, ეს არის ჩემი თვიური ხელფასი ფერმერობის და ფერმერი რადგან კიდე გამყიდველია, როგორც ჩვენ უკვე მივხვდით, მაგედანაც ხო იღებს ფულს. გამოის ერთი სტაკი ისუნრუდი, ანუ 64 და ეს მეგობრებო და ეს ორი გამოის უკვე არასწორი იყო. მართლა მეგობრებო, 128 ძალიან ბევრი იყო და 32-ს მე ვიღებ. რამდენი ისუნრუდი დახარჯა საფამ ფერმერთან? ოი. так, მეგობრებო, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი. როგორც მეგობრებო, 1000 ისუნრუდი უკვე ერთ ვიდეოზე, წარმოგიდგენიათ? так, რა ვარიანტებია? 1698 ისუნრუდი. ჩემი ეს ძალიან ბევრია. 1535 ისუნრუდი. აი ეს შესაძლებელია და 1704 ისუნრუდი. აი ეს უკვე არ ვიცი. 1698, 1704 თუ 1535. არ ვიცი მეგობრებო, მეგობრებო ცენტრალურია. 1698 ისუნრუდი და ჯანდაბა მეგობრებო, არასწორი ვარ. так, შემდეგ 1500. ვაი! მეგობრებო, როგორ შემაშინდა? 1525 ისუნრუდი თუ 1704 ისუნრუდი. მეგობრებო, 1500. ჯანდაბა მეგობრებო, 3-დან არასწორი 2. 1704. წარმოგიდგენთ მეგობრებო, მე ფერმერთან დავხარჯე 1704 ისუმრუდი. ეს ისე რამდენია? ერთი 30 სტაკ ისუმრუდზე მეტი, წარმოგიდგენიათ? გაგიჟავა, მე თვითონაც არ ვიცოდი. რამდენი ვიდეოა გადაღებული ფერმერთან ერთად? 15, 17, 16. ღმერთო ჩემო, так. 15 არა. არ იქნება, 17-იც შესაძლებელია და ღმერთო ჩემო მეგობრებო, აი ეს უკვე რაღაც так, მოით მეგობრებო, პრინციპში ვიფიქროთ. 15 ვიდეო, ეს პრინციპში არის ცოტა. მაგიტომ არ ვიცი, მგონი 15 არ იქნება. 17 ისუმრუდი თქო, 17 ვიდეო. აი ეს უკვე შესაძლებელია. так, და 16 ვიდეო. так, ბოლო ვიდეო გამოდის ეს იყო უკვე მოიცადეთ, ეს ვიდეო ითვლება? აი ეს მაინტერესებს. არა, ეს ვიდეო არ უნდა ჩაითვალოს, იმიტომ ეს ვიდეო ხო დღეს გამოვა. გამოდის 16 თუ 17. გონი მეგობრებო 16, იმიტომ მე 16 იყო აი ეს 24 საათი წრეში მინიკრაფტში. მოით მეგობრებო 16 და sorry ვარ მეგობრებო და ეს უკვე ორი ფერმო გამარჯობა. მოკლედ მე გავიარე და სიმართლე გითხრა. მე რამდენი კითხვა იყო აქ საერთოდ, არც კი ვიცი, მაგრამ ორი შეცდომა, აი გულწრფელად მინდა გითხრა, ორი შეცდომა დაუშვი. სიმართლეს ორ კითხვაზე შეცდომა დაუშვი. საბადო პრინციპში გამოდის იცი ჩემი თავი 80%, ეს ძალიან კარგია. მე ისე მეგონა შენ არ ვიცი 4 შეცდომას 6 შეცდომას დაუშვებდი, მაგრამ ეს პრინციპში ნორმალურად გამოიცანი. პრინციპში ხო იქ უკვე ისეთი კითხვებზე ვერ უპასუხე, რომელიც უკვე ეხებოდა აი ძალიან ჩაღრმავებულად შენს ცხოვრებას. მაგრამ პრინციპში ძალიან დიდი მადლობა ასეთი ასე ვთქვათ ტესტისათვის. მე პრინციპში ძალიან ვისიამოვნეთ და იმედია მეგობრებო თქვენც ისიამოვნეთ.
მოგეთ მეგრო მადლობა დიდი ვიწყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდოთ ლაიქეთ. თქვენთან კი ვიყავი მე, საბა და ფერმერი ჟიწელნიკი. ნახვამდის.